მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არის ადამიანი, რომელსაც ალბათ უკვე ძალიან კარგად იცნობთ YouTube-დან ან სოციალური ქსელებიდან. მისი პოდკასტები არის მრავალფეროვანი. ვინ არის იგი? სერგო ლალიაშვილი. მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ და გავიგოთ მისი გამოცდილებები. სერგო, რა საქმიანობ ამჟამად? ჩემი პროფესია პრაქტიკულად არის IT ინჟინერია, რა მიმართულებითაც დაკავებული ვარ და მუშაობ ერთ-ერთ ბანკში. პარალელურად მაქვს, ასე ვთქვათ, კერძო საქმეებიც, მაგრამ ეს რაც შეეხება საერო საკითხებს. რაც შეეხება სულიერი და ასე ვთქვათ, საღვთო საქმიანობა, მოდი ასე დავარქვათ. პირადად ჩემი ინიციატივით ვეწევი მისიონერულ საქმიანობას ჩემთან ატოლებში, ჩემზე უმცროსებში და ასე შემდეგ. ვაცნობ ხალხს ბიბლიის შესახებ, ბიბლიის მთავარი ლაიტმოტივის შესახებ, თუ თლიანობაში რაზე მოგვითხრობს ის. საინტერესოა, საიდან დაიწყო თქვენი YouTube არხის საქმიანობა და საერთოდ მედია მსახურება? ეს ხმამაღლა ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მედია მსახურებას ცოტა უფრო მეტი ჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მცდელობები. დიდი ხანი ვფიქრობდი ამის შესახებ, სურვილი მქონდა ყოველთვის, მაგრამ საიდან დამეწყო არ ვიცოდი. ერთ დღესაც რაღაც თემა იყო კონკრეტულად არ მახსოვს, რომელიღაცა დღესასწაულს ეხებოდა. თუ არ ვცდები, აღდგომის დღესასწაული იყო და ჩემ პირად Facebook-ზე ჩავწერე ვიდეო და ხალხს მოვუყევი აღდგომის შესახებ, თუ რას ნიშნავს და რას გვაძლევს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის. და ეს ვიდეო ჩემ პირადი გვერდიდან ისე გავარდა, ესე სლენგირო გამოვიყენოთ რა, რომ ვიფიქრე, რომ რატომაც არა. და აქედან დაიწყო უკვე ფიქრი და მცდელობები. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია აი მედია მსახურებით გაიცნოს ხალხმა ღმერთი? მე ვფიქრობ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კი არა. ინფორმაციის მიწოდება. კი. საჭიროც არის. იმიტომ რომ დღეს აღარ არის აუცილებელი კარზე მიხვიდე და დააკაკუნო. იმიტომ რომ კარზე დაკაკუნების გარეშე ნებისმიერი ოჯახის სივრცეში შეგიძლია შეხვიდე ინტერნეტის გამოყენებით. და ეს ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია. და რა თქმა უნდა, ამას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს. პირიქით ეს უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, პრაქტიკულად არის კიდევაც და უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს. შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. საინტერესოა, როგორი გამოცდილება გაქვთ ღმერთთან მიმართებაში და როგორ დაიწყეთ საერთოდ ბიბლიის კითხვა? როდიდან, რა საკიდან? ეს უფრო ბავშვობაში მე მივიღე ძალიან მძიმე ტრავმა. და მომიწია საავადმყოფოში გამეტარებინა სადღაც თითქმის 1 თვე. და რამდენი წლის იყავი? 12 თუ 11 დაახლოებით, ხო ეგრე. და მაშინ ჩემთვის არავის არ უთქვამს, არავის არ უქადაგია, ბავშვი ვიყავი თან. მაგრამ როდესაც საავადმყოფოში მიმიყვანეს, გონება მქონდა დაკარგული. და როცა გონზე მოვედი, უკვე ოპერაცია ჩამიტარეს და შემდეგ დავიძინე, ესეთი სიზმარივით ვნახე, სადაც ვიღაცა ადამიანი მოვიდა და მეუბნება, მაძლევს რაღაცა წიგნი უჭირავს ხელში, ესეთი ჯვარია ხატია, ეხლა ხვდები, რომ ალბათ ბიბლია იყო, თუმცა იმ მომენტში ჩემთვის არც ბიბლია არ მქონდა წანაკითხი, საერთოდ შეხება რო თქვა, რაღაცა ჩამრჩა და რაღაცა არა, ეგეთი რამე არ ყოფილა. და მეორე მითხრა, უბრალოდ მითხრა რა მაჩვენა გასაღები იყო და გამომეღვიძა. იმ მომენტში ვფიქრობდი ნეტა რას უნდა ნიშნავდეს თქვა, მაგრამ
როცა გამომწერეს სახში, მოვითხოვე საბავშვო ბიბლია. იმიტომ რომ ბავშვობაში ადრე პატარაობაში მაჩუქეს და მახსოვდა რომ სადღაცაც მქონდა. ესეთი თუ გახსოვთ ალბათ ლურჯი ფერის ყდიანი იყო, იესო ქრისტეს ცხოვრება ეწერა ესე და ძალიან ლამაზი სურათებით და და ვიპოვეთ ეს წიგნი და მაშინ წოლითი რეჟიმი მქონდა სახშიც და რა უნდა მექნა, ტელევიზორის ყურება აკრძალული მქონდა და დავიწყე საბავშვო ბიბლიის კითხვა. მერე მოგვიანებით ისე მოხდა რომ დეიდა ჩემი ერთ-ერთ ევანგელურ ეკლესიაში მოხდა და დეიდამ გვიქადაგა მთელ ოჯახს და ასე წავედით პირველ მსახურებაზე. მაქედან დაიწყო უკვე. ამანდიდან დაიწყო ხომ. მაგრამ მერთან ურთიერთობა. გააზრებულად რომ დავიწყე ბიბლიის კითხვა როგორც თეოლოგიური ინტერესით ეს ცოტა მოგვიანებით იყო უკვე სადღაც 22-23 წლის ასაკში. ალბათ საინტერესო და შენი საყვარელი ბიბლიური მუხლიც გექნება? არა ერთი, მაგრამ ერთი გამორჩეული, რომელი ბიბლიური მუხლი მოგწონს და რატომ? ხო, მე ვფიქრობ გამონაკლისი არა ვარ და ძალიან ბევრ ქრისტიანს უყვარს ეს მუხლი. ფსალმუნი 118:11 გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები რათა არ შევცოდო. ეს არის ჩემი საყვარელი და მეორე შეიძლება რიგით ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომელსაც თავის ყოლოჩობილიძე იოანეს 3:16. გასაგებია, მაგრამ რატომ მაინდა-მაინც ეს მუხლები, როგორ ფიქრობ? გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, ეცით ქონია მე ცხოვრებაში პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა ისეთი სიტუაცია, რომ საერთოდ ბიბლიასაც კი აღარ ვკითხულობდი. ძალიან რთული პერიოდები მაქვს გავლილი და ერთადერთი რამაც გადამარჩინა და ძალიან ცუდი მიმართულებით არ წავედი, ეს იყო ის ჩათესილი სიტყვები, რაც მე ბიბლიური მუხლები ასე ვთქვა და ის მიცავდა და ის მიჭერდა. და შემდეგ უკვე რომ გავაანალიზე, ზუსტად ეს ის ადგილია, რამაც მე სიყმაწვილის პერიოდში შემინარჩუნა, ასე ვთქვათ, რაღაც დონეზე სასოება, თორე რა თქმა უნდა, სრულად. გასაგებია. როგორ ფიქრობ, ლოცვის როლი ქრისტიანის ცხოვრებაში? აი კითხვა. როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრებაში? მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გეტყოდათ აქ ჩემს ადგილზე, რომ ეს აუცილებელია და საჭიროა და შეიძლება ძალიან ბევრი რა ადგილს უნდა იკავებდეს ქრისტიანის ცხოვრებაში ლოცვა? როგორც ყველა მეც ვიტყვი, რომ ცენტრალური. ანუ ამას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რამდენად ვასრულებთ ეს საკითხი მანდ უფრო. იმიტომ რომ ჩვენ როგორც ადამიანები ვართ მიდრეკილი დავაკმაყოფილოთ ძირითად შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენი საჭიროებები. ჩვენი საჭიროება ეს კარგია, მაგრამ იესო ქრისტეს სიტყვებს თუ გავითვალისწინებთ სახარებაში როგორც იძახის რომ თუ ჩემი სიტყვა თქვენში დარჩება, მაშინ რასაც ითხოვთ მოგეცემათ. რეალურად ჩვენ როდესაც ქრისტეს სურვილები ჩვენი სურვილები ხდება, ჩვენ ლოცვებზე მაშინ მოდის პასუხი და სხვა დანარჩენი უკვე ის შეგვემატება. მე ვფიქრობ პირადად მე ეს პრობლემა მაქვს, რომ ბოლომდე შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ პრაქტიკულ ცხოვრებაში ამას. განავლოცულობ, მაგრამ უფრო უკეთესათაც შეიძლებოდა. ლოცვა რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით ქრისტიანის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა ალბათ ლოცვითი სათხოვარის გექნება. ბევრი ლოცვითი სათხოვარი გვაქვს ყველას, მაგრამ ერთი განსხვავებული, რომლის გაჟღერებაც შეგიძლია ჩვენს გადაცემაში. რაზეც ყოველ დღე ვფიქრობ, დღე არ გავა. რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ისე განვლო ცხოვრება, რომ შევინარჩუნო რწმენა და სარბიელი. ჩემი სარბიელი გავიარო სწორედ. მერტის ერთგული რომ დარჩა ბოლომდე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ალბათ ყველა სურვილი იქნება ეგ და ხო, მაგრამ რატო გავამახვილე ამაზე ყურადღება, რომ ამაზე ვფიქრობ ყოველთვის და მაწუხებს, იმიტომ რომ მაინც ადამიანები ვართ და ჩვენ თვითონ ჩვენგანმა ვიცით ჩვენი მანკიერებები
და ამ მანკიერებებთან ბრძოლა და ამ ბრძოლის შედეგები. ამიტომ კი, ეგ არის. ნუ რას ეტყოდი ხალხს იმ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა საერთოდ ღმერთის და საერთოდ არც კითხულობენ ბიბლიას? ეს ორი კითხვა ერთ კითხვაში. მე არ ამჯერა რომ არსებობს ადამიანი, ვისაც რაღაცის არ ასჯეროდეს. მე ჯერ ეგეთი ადამიანი არ მინახავს. მე ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ყველას აქვს რწმენა. აი ეს ეგრეთ წოდებული ბჭყალებში არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, რა თქმა უნდა. ჰეითერების სახით ვიცი ხოლმე მე დისკავერში კი ათეისტები. ხო, აი ისინიც კი, როდესაც კითხვებს შემოუტრიალებ და უსმევ, რაღაცა რწმენამდე მიდიან. კი, შეიძლება შემოქმედის არ ასწამთ, მაგრამ რაღაცის მაინც სწამთ. და მეორე კითხვა, თუ რატო არ ინტერესდებიან, ხო? ხო, აი იმ ხალხს რას ეტყოდი, ვინც არ კითხულობს ბიბლიას? ალბათ რომ წაიკითხონ, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ. არა, მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანობის დიდი პრობლემა არის ერთი რამ. ჩვენ ქრისტიანებმა ყელში ამოუყვანეთ ადამიანებს ქრისტიანობის საფუძვლები აკრძალვების დონემდე. დავიყვანეთ ყველაფერი. იმას კი არ ვიძახი, რომ თქვათ, ჯული არ არის და აუცილებელი არ არის. არა. როდესაც პირველ ადგილზე გადმოდის ეს არ გააკეთო, ის გააკეთო, ეს არ გააკეთო, ის გააკეთო. ადამიანს, რომელსაც წაკითხულიც არ აქვს წმინდა წერილი, მას უკვე ასოციაცია აქვს, რომ მე რაში მჭირდება ეს წავიკითხო, განუვითარებლობის და შეზღუდულობის მეტი იქ არაფერი არ წერია. და მე ვფიქრობ, ძირითადად ხოლმე ჩვენი ბრალია ქრისტიანების ეს. არა სრულფასოვნად წარმოვაჩინეთ, არა სწორი მარკეტინგი გაუწიეთ სახარებას. მოდი ასე. მაგრამ ხალხი უფრო ისმენს და უფრო იგებს ასე მოსმენით, ვიდრე წაკითხვით. კი, აი მე გავიხსენე. ამიტომ არის ეს პრობლემა, როცა პირადად ვიკვლევთ, ალბათ უფრო სხვანაირად გავიგებთ ჭეშმარიტებას. აი მე მაგალითად გავიხსენებ. ზოგადად არ ვარ სპორტის მოყვარული ძალიან. მაგრამ ყოველთვის გულდაწყვეტით ვისმენდი ხოლმე, რომ ჩვენი ფეხბურთის დინამო მორიგ ჯერზე როგორ აგებს თავის თამაშებს და უკვე ვიცინოდი ხოლმე. და საქართველოში ბევრს აუცრუდა ქართულ გუნდზე საერთოდ გული, არავის სერიოზულად არ უყურებდა. მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც აი მაგალითად ახალი თაობა წამოვიდა, ფეხბურთელების თავიანთ თავში ჩადეს შრომა, გაწიეს და აჩვენეს, რომ ფეხბურთი ესეთი მოსაწყენი არ ყოფილა, როგორც 22 გიჟი ერთ ბურთს რო დაძდებს და ძალიან საინტერესო სანახაობა შექმნეს და დღეს ეს და ის ორი გუნდი აბსოლუტურად სხვადასხვა. აი ქრისტიანობაც დაახლოებით მასეთია, გააჩნია ვინ უკეთებს რეკლამას. ვინ თამაშობს, მოდი აი ეს უხეშად ვთქვათ, აი ყოფით რეკლამას. მაგაზეც არის ალბათ. ხო, აი როგორ რანაირად. აი ყურე, ჩვენ გვინდა ქრისტიანები გავხდეთ, ისე რომ დრო არ დაუთმოთ საკუთარი თავის შეცნობას, დრო არ დაუთმოთ წმინდა წერილის შესწავლას, დრო არ დაუთმოთ ლოცვას. მოვედით ეკლესიაში, შეიძლება მოვისმინეთ სიტყვა, წავედით. ანუ ჩვენ ადგილზე დავშვით ერთი, ქვია იმას, ჭიჭკა თუ რაც არის. ბოლოს წინა შეკითხვას დაგისმევთ. როგორ დაეხმარებოდი ხალხს? აი თუნდაც იმ ადამიანებს, ვინც არ კითხულობს ბიბლიას, ვინც არ იცნობს ღმერთს, ქრისტიანის ცხოვრებაში უფრო ადვილია მიმართავ ლოცვით ღმერთს და რაღაც შვებას იგრძნობ და ღმერთისგან რაღაც იმედი გაქვს და აი ეს ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, როგორ დაეხმარებოდი მასეთ ადამიანებს? მადლობა ამ კითხვისთვის. ადამიანები ძალიან სხვადასხვანაირები ვართ. მაგალითად მე მაქვს ურთიერთობა ერთ ადამიანთან, რომელიც
საერთოდ დაინტერესებული არ არის ბიბლიით. ყოველ შემთხვევაში არ იყო დაინტერესებული. და საუბრობდით უფრო ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად სამყაროს კანონზომიერება, როგორ არის განვითარებული ბუნება და როგორც პავლე მოციქული ეძახის, რომ ბუნებათა ხილვით შეიცნობაო, ადამიანს აინტერესებდა კოსმოსი, ადამიანს აინტერესებდა ეგეთი საკითხები და მომიწია იმის გამო, რომ მეც რაღაცები შემესწავლა კოსმოსის შესახებ და ზოგადად ჩვენი ბუნების შესახებ და ისე დამემყარებიან იმ ადამიანთან ურთიერთობა. და უკვე აი იმის პრიზმაზე გავატარე შემდეგ ბიბლია და დღეს უკვე დაიწყო ამ ადამიანმა ბიბლიის კითხვა. ანუ ძალიან ინდივიდუალურია ხა. აი ესეთი რო გითხრა, შაბლონი არ არსებობს. აი გააჩნია ადამიანს. საინტერესო პასუხი იყო ნამდვილად. და ბოლო შეკითხვას დაგისმევ. რას ეტყოდი ჩვენს მსმენელს და მაყურებელს? პირველ რიგში ყოველივე საუკეთესო სურვებ. და ვისურვებდი, რომ თვითოულმა ჩვენგანმა მსმენელიანად და ჩვენის ჩათვლით პირველ რიგში თვითოულმა ჩვენგანმა უნდა დავსვათ კითხვები. არ არის სირცხვილი კითხვების დასმა. შეიძლება თუნდაც ბიბლიაში ყველაფერი არ გვესმოდეს. არც ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ღმერთმა ბიბლია მოგცა ზუსტად იმისათვის, რომ ჩანაფიქრში ეგრე იყო, რომ მოაზროვნე ადამიანებმა უნდა წაიკითხონ. იმიტომ რომ დასვა კითხვები და ამ კითხვებზე ეძებო პასუხები. და ვუსურვებდი თვითოულ მათგანს, რომ აი ეს წყურვილი, რომელიც თვითოულ ადამიანში არსებობს, უბრალოდ სხვადასხვანაირად ვლინდება. ერთ დღესაც აი ეს წყურვილის მიზეზი ეპოვნათ და შემდეგ უკვე დაერწყულებინათ. იმიტომ რომ ქრისტე ამბობს ისევე იოანეს სახარებაში, როცა სამარიელი დედაკაცი შეხვდება, რასეუბნება, რომ შენ უნდა მთხოვდე, რომ წყალი დამალევინეო და მე მოგცემდი ცოცხალი, ანუ ცოცხალი ღვთის წყალს, რომელიც შენში ცოცხალი წყლის მდინარეებად იდინებდაო. აი ზუსტად ეს არის. თვითოულმა ჩვენგანმა უნდა იპოვოს ის წყურვილის წყარო, რაც ჩვენ შიგნით არის. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. იმედი მაქვს შემდეგშიც შევხვდებით და უფრო საინტერესოდ განვიხილებთ სხვადასხვა თემებს. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო იყო თქვენთან. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. დღეს ჩვენ სტუდიაში ყავდა სტუმრად სერგო ლალიაშვილი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ან რა თემაზე გსურთ საუბარი, შეგიძლიათ მოგწეროთ კომენტარებში. ჩვენ შემდეგში აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემებზე. ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე.